ნიკო გაბრიელიძე მაჩაბელი დაიბადა 1940 წელს ქალაქ თბილისში. ნიკოს მამა გაბრიელ მაჩაბელი ამჟამად პენსიონერია. დედა ადრე გარდაეცვალა. მამამ ცოლის გარდაცვალების შემდეგ თავი დაანება უნივერსიტეტში სწავლას და მატარებლის გამცილებლად დაიწყო მუშაობა. ამის გამო ბავშვი ხშირად მარტო რჩებოდა. უდედოდ დარჩენილ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ნიკოსთან სხვადასხვა პროფესიის და ასაკის ადამიანები, რამაც რა თქმა უნდა თავისი დაღი დაასვა მის ცხოვრებას. ავადმყოფი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა და საკმაოდ კარგადაც. მეოთხე კურსიდან მიატოვა ინსტიტუტი. გარდა ქართული და რუსული ენებისა, ავადმყოფი კარგად ფლობს გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებსაც. ეს ის არის სოლოგში ცხოვრობს, ხო? ავადმყოფი დროდადრო მუშაობდა, მაგრამ ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებოდა. მისი ბინიდან ხშირად ისმოდა სიცილი, ტირილი. მუშაობდა მხაზველად, სენის მუშად, სტატისტად, გერმანულის მასწავლებლად და ღამის დარაჯადაც კი. მაგრამ გულს ვერაფერს ვერ უდებდა. უმეტეს დროს უქმად და უსაქმურად ატარებდა. მეზობლების უამრავი საჩვენების საფუძველზე, როგორც გამოუსწორებელი ლოთი, მოთავსებული იქნა ჩვენს კლინიკაში სამკურნალოდ. ავადმყოფმა გაიარა 20 დღიანი კურსი. მკურნალობამ დადებითად ჩაიარა. შემოიყვანეთ ავადმყოფი. მოვძანდეთ ბატონო ნიკო. დავძანდეთ. მადლობთ. დაჯექი. ბატონო ნიკო, კურნალობა უკვე დამთავრებულია, ახლა ჩვენ გვაინტერესებს როგორ გრძნობ თავს. მადლობთ, კარგად. მოჩვენებები ალბათ უკვე აღარ გაწუხებს, არა? პირველად რომ მომეყვანეს მქონდა, ახლა აღარ მაქვს. ესე იგი დამშვიდდი. კი. კარგი. ახლა ჩემო ნიკო. აქედან რომ გაეწერები, თავი უნდა დაანებო ალკოჰოლურ სასმელებს. ეს შენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. რადგან ესეთი კურსი ჩაგიტარო, რომ შეიძლება უკურიაქცია მოგცეს. გასაგებია, ხო? და საერთოდ ჯობია თავი დაანება იმ ამხანაგებთან შეხვედრას, რომლებთანაც ადრე გეხდებოდა სმა. ეს ჩემი მეგობრული რჩევა. უპირველეს ყოვლისა სამსახური უნდა დაიწყო. იცოდე ადამიანისათვის შრომაა ყველაზე კარგი მკურნალი. ჩვენ ახლა სავსებით ჯანმრთელი ხარ და ჩვენც დაგეხმარებით. იარე კინოში, თეატრში, დილოვებით, ვარჯიში და გაგივლის. საერთოდ ჩემნარი ხალხის სამსახურში მიღებას ერიდები. არ ვცხვენია ბიჭო. აქ არა, ყველაფერში დაგეხმარები. აბა, შენიც. კარგად იყო. კარგად იყო. თუ რამე დაგჭირდეს, გამომიარე, არ მოგერიდეს. დახმარებით. ნიკო, საით? ზედეთ გამარჯობა. როგორ ახ? გამოგიშვეს? სუმედია. კარგად.
ნიკო. სადა ხარ დაგა? თბილისს და ხარ გადაგასახლე. როგორ ახლა? შენ როგორ ვა, ბიჭო, შეხედე დაბაზვის გადავაც. ბიჭო, შედა ხარ. საით გაგიწევია რა? ბიჭო, როგორ ახლა? რა შენა? მოიცადე? ასო შეთა თავი და რა თვითონ გადავიდე. მე მიაშეთ. მარტო ვარ, ბიჭო, ჩემთან ავიდე. სამემონი გასაგებად ლაბარო. წავედი, ბიჭო, ჩემთან ავიდე და ყველა მივალ, მამაჩემს ვაკოცებ და ამ წუთში ამოვალ რა. კარგი და ნიკო რა. რა დროს ანზო, მამაში? ხო იცი 20 დღე არ მინახია მამაჩემ. მივალ, ვაკოცებ და გეპიცებ. მოიცადე. ნახე მამა შენი. გელასთან გელოდე. ერთი ჩვენებურად დავიწყანო. არახი. არახზე უნდა გადავიდეთ ბიჭო, თორე დავედარი გავზუგდით. ერთი ჩვენებურად ფორმაშია რა. Дианго, გამარჯობათ. Дианго მოსულა. დადუნა. როგორ ახლა? ქალბატონ დარიას ვახლავარ. ნიკო, სადა ხარ? მობრძანდი? მარია, როგორ ახლა? როგორ უნდა ვიყო ამ დღეში? გამარჯობა მამა. გიმარჯოს. რა ვქნა? ისე სასწრაფოდ მომიხდა მივლინებაში და სულ ვერც კი დაგემშვიდობა. ისე ერთს დავაბარე და არ შეგატყობინა, ჰა? არავინ არ მოსულაშია. მე თვითონ ვიხდი. რა ხალხია გაგიჟდები პირდაპირ. ვერაფერს ვერ ეტობა კაცი. ისე როგორ მოიარა? არა უშავს. რაც თავარია საქმე გამოვიდა. მე მგონი უბრალოდ უკმაყოფილო არ დამჭა. დაჟექი ნიკუშა, შეჭამერამა. იკუთხეში ერთი ბოთლი ღვი. არ მინდა მამა, შენ დაგი. არა, არც ვერ. ჭამე. ისე ნიკუშა იქ როგორ გეცეოდი? რა ვიცი. როგორ გითხრა? ხო ის ხალხი ჭელია ზოგი როგორ და ზოგი როგორ. ისე შენ როგორ ახ? არა ისე. დავედი ერთხელ. გიუშას ნახვა მინდოდა, მაგრამ შუაგზიდან დავუვდე. ცოტა თავუნდა მე ხო, რა სიზამ ხდება ხოლმე. არა უშავს მამა, ყველაფერი კარგად იქნება. ისე მეც უნდა მოვეშვა ამ სამსახურს. რამე ახალი უნდა ვიშო. მომბეზდეს მივლინებები. ჩემპიონინოს უსტარი გამოუჩნდა. ხვალ წაიღებენ ალბათ. აბა რა მექნა? ვარები ხომ გასასტუმრებელია. მე წავედი მამა. სად ვერ იხარ? მოდი ერთი დავგარი. დავგრა ის? ის დავგარი ის. ეს ხო?
საგარეჯოს რაიონის მეცხოველეები იღწვიან იმისათვის, რომ უწლედის დაამთავრებელ წელს სახელმწიფოს გეგმის გადამეტებით მიიყიდონ ასეულ ტონობის ხორცი და მეცხოველეობის სხვა პროდუქტები. მეცხოველეებს ათვისად konkreti ჩამოსწებია. საგაზაფხულო მინდვრის სამუშაოები მათ დროულად ჩაატარეს. გაანოღიერეს მიწა. ცდილობენ აგროტექნიკური ვადების ზუსტი დაცვით სამშობლოს ბეღელში სოფლის მეურნეობის პროდუქტების უხვი მოსავალი შეიტანონ. ახლა კი საზღვარგარეთის სამხედრო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. შეადერა მაგალითად. სამსახურში უნდა წავიდე. მივლინების შედეგები უნდა მოვახსენო უფროსებს. მოიცა ჩაიდავლეს. არმინდა. შენდალი, მე ვერ მოვასწრებ. მაგალითად. ახლა ვიადულდება. მე წავედი, მამა. მალე მოვალ. წავედი. არ დააგვიანო. გამარჯობა, მარია. გამარჯობა. ძიანიკო, გამარჯობათ. მე და თქვენაირი მასწავლებელი ყავდე სკოლაში. ვახტანგ. მე ეს ცხოვრება აღარ შემიძლია. ეხ, ნიკოს. მეც მინდა მასავით სადმე მეჩქარებოდეს. რაგაცი ხარ, რაგაცი? ვახტანგ, იქნებ მომიხერხო რამე? რაღაცას კი მოგიხერხებ, მაგრამ შენი ამბავი ხო ვიცი? რა სამ, რა? კარგი ცნობდნენ მაინც. მოიცა. მე ის ნიკო აღარა ვარ. შენ მაგას მართლა სერიოზულად ამ ერთ კვირაში გამომიდა. აბა, კარგად. კარგად. უკაცრავად, პირველი თქვენ ბრძანდებით, თქვენ ჩემს მერე იქნებით. როგორ ეს? ეს რა საკითხია? ნუ ეს დოიჩლანდი არა გაქვთ? ნიკუშ, ახალბეძა. სადაა კარგი? მოიცი ჩემი ამბავი. ხანის ხანამდენი ხალხი. რა ვიცი, აბა, სათაც საქმეებია. ხანის მივლინებები, ამ ხელა ოჯახი კისერზე მაწის. ეგრეც არ შეიძლება, ნიკო, ცოტა ხონდა დაისვა. მამ ხალხს რა უყო, კაცო, ა? მოვჩები ამ საქმეს და გამოვა. შენთვის იმუშავე და როცა საჭირო იქნება მე თვითონ გამოვიდა. ნიკუშ, მოიცა. ხუდი დაგჭა. ხუდი დამჩენია ბატონო. მე რა ვიცოდი რომ ხუდი დამჩებოდა, აბა, კარგად ბრძანდებოდეთ. მაპატიეთ, აი ყველა მაპატიეთ. თქვენ განსაკუთრებულად მაპატიეთ. საერთოდ ყველაფერი. ხო იცით რა ეს არის? ბაბა. ნიკოს გამარჯო. გამარჯობა. რა შევი, როგორ ახარ ნიკო? ხომ კარგად? ნიკო, სად ახარ დაგარგული? საირმეში ვიყავი. კარგად. ჩემი თავისთვისაც ხო უნდა მოვიცალო, ა? ნიკო, ახლა დასვენებულზე ალბათ გაორკეცებული ენერგიით შეუდგებით შენ და გაგოს მას. არა კეთო. მე უკვე სულ სხვა ნიკო. ამოდი ნიკო, ამოდი. არა უშავ, საღამოს გამოვიდე. მაგ დროისთვის ალბათ კაკოც დაბრუნდება. თამარ! თამარ! მოდი, ჰეი, ხშია?
მოდი. რა კარგი ხარ, რა? რა არის პატრონი არა გყავს, რა? წამოდი მაშინ ჩემთან. წამ. გაჭმე. აი ნამწყარი. ეს ნახევარი. მე, ეს ნახევარი შენ. ეს ნახევარი ისევ მე, ეს ნახევარი ისევ შენ. წამოდი. ბაცა, ნუ გარბიხ. ბაცა. მოდი ჩემთან. მოდი, კიდე გაჭმე ნამწყარი. მოდი. მე და შენ ასეც ვიშოვით. წმურად გავიღო, ხო? აი, ეს შენ. ეს გამომარჯოს. ეს შენ. ეს ნახევარი მე. ერან წავედ. წამოდი, წინი არის. წამოდი. რა უყურებ ეს? მოიცა სადარბე. მე ნიგომქვი. შენ? აგინდა და ნუ გაიშენე ნებარ მე. გამარჯობა ნიკო. გამარჯობა. ხომარ მოგეხმარ. არ არის მძიმე, მადლობთ. ეს ძაღლი შენია. ეხლა გავიცანით ერთმანეთი. შენ არ იცვლები ნიკო. კარგად იყავ. ჩემო მეგობარ. შენ არ იცი როგორ მიყვარდა ეს ქალი. დაიღალე? წელი დღეა დავდივარ და აღარ აიხნე. წამოდი. აი შენ ნამწყარი, აი. აგინდა? მაშინ მე შევჭამ. მეგობარო, უგაცრავად. რა კარგი ძაღლია, რა ხნისა? ეს ძაღლი? ეს ძაღლი არის 1 წლის და 3 თვის ზუსტად. თუ არ გაგვიანდებათ 1 წუთი დამელოდეთ. ეხლა რა გამოვალ? მეგობარო. 1 წუთი თუ შეიძლება. უკაცრავად. ეთქობა ძალიან გეჩქარებათ, მაგრამ ძალიან მომეწონა თქვენი ძაღლი, რა ქვია? მეც პავდა კარგი ძაღლი, მაგრამ მომიკვდა. გასაგებია. მეტაც ამ წუხარმა ბავი მოხსული. სანადიროთ რომ დავდივარ, ხანვის ავთხოვ და ხანვის. დავიტანჯე. მართალი გითხრათ, მე არ ნადირობ, მაგრამ მიყვარს კარგი ჯიშის ძაღლი. ძალიან შეჩვეული რომ არ ვიღო. დაგითმობდით. ხოთ, არ ვიცი როგორ კადროთ. რამდენსაც მთხოვთ იმდეს მოგარდნოთ. როგორ გეკადრებათ? ეგრე სალაპარაკო. მე რა თქვენ მონადირე ხომ არ ბრძანდებით? არა, მაგრამ იდვით ნამდვილად ვერ მოგხედით. არა, ეს ხომ გაყიდო არ იქნება ბატონო, ეს იქნება საზღაური იმისა, რაც თქვენ დაგიჟდათ მისი აღზრდა. ეგ მართალია, მაგრამ ჩვენ ისე ვართ ერთმანეთს მიჩვეულები, რომ ნამდვილად გაგვიჭირდება ერთმანეთად. კარგად ვცანდებოდი, ჩვენ წავედით. 1-2 დღე მაინც მათხოვეთ, სანადირო წავიყვანთ, რომ გაფუშდება ძაღლი. მართალია. მაგრამ ძალიან გამიჭირდება და რა ვქნა? აგერ არ ვცხოვრო? მადლობა. მეგობარო. ძალიან გადლიერი ვარ თქვენ. საჭირო. მადლობელი ვიქნებით თუ მესტუმრებით. კარგად ვცანდებოდი. ხო მართლა, 1 წუთით. თუ შეიძლება. ბოდის ვიხდი. თქვენ სახელი არ გიტყვით. ხომ გითხარით? კონსტანტინე მქვია. თქვენ შეგიძლიათ კოტიგო დამიცავოთ. ზოგი კოტილიას მეძახის, ზოგი კოსტიას. გააჩნდა. არა, მე ძაღლის სახელს გეკითხებით. როგორ დამავიწყდა? მურა ქვია. ისე მურიკელას ვეძახით. ნამდვილი სახელი კი რექსია. მეზობლები სულთანს ეძახიან და ძაღლზე ნუ მელაპარაკებით. კარგად ვცანდებოდი. დიდი მადლობელი ვარ.
მურა. გადავწყვიტე ოჯახს მივხედო. მაგრამ აი საჭმელების წიგნი მინდა, აი ხორცს რომ დაჭრიდა რო, ჩაყრიდა რო, დაატრიალებდა ხორცი რო გამოვა. ხო რა გაქვს? კი, როგორ არის? აბატონო. დასაკითხი არაფერი მაქვს და მას მაინც გადავაყოლებ გულს. მამა მგონი გვეშველა. აი. ახალი სამსახური დავიწყე. თან მივლინებებში ისე ხილად აღარ მომიხდება ხოლმე წასვლა, რომ დავდიოდი ადრე. ასე ჩქარა მოაგვარე ყველაფერი. ისე კი არ არის საქმე ზოგ-ზოგებს რომ გონიათ. ბედმა გაგვიღიმა, ბედმა. თან სამსახურში რაღაც ფული მერგებოდა, რაღაცებიც ვიყიდე. დღეს ადილად გვექნება ნაზავი ცომის ღვეძელი ხორცი. ვიწყებ ცხობას. ნაზავი ცომის ღვეძელი რომ უფრო კარგად ამოსან, ამასაც 20 კვერცხი, კარგად ამოვიდა და ეს ცომი რომელიც ეგეთება, სადაც გამორგავდა ბურბურთულას, ამის შემდეგ ყველს ყველაფერი გადაგადა, მე კარგად გააფრთხილეთ. ეს გაფრთხილებული შემდეგ თათუნუქში უზადდა, ამასაც ღუმელში და იქამდე იყოს ეს მოსაზრება, მარია! რა მინდა იცი? აი ეს ხორცის სატრიალებელი მანქანა ხომ არა გაქვს, ა? მაქვს, როგორ არა? დარიას ვათხოვე, გამოართვე. დარია! დარია! მარიას ხორცის მანქანა შენა გაქვს? მე რა გინდა, ჩემთან არის. გადმოაგდე. ამოდი და წაიღე. გადმოაგდე. და რომ გატყდეს? მარიასია, შენი ხო არ არის? აჰა, აიღე. მე გარეცხე და ისე მიუტანე. რას ვიზავებ მე ვიცი? გალაკი წაუხსით, კარგად ნახე, 2 საათის განმავლობაში დავყომაზე და ეს ყმენი ასე. ესე გავეღო ჩვენ ხორცი და გავარცხოთ. ის Dana, ზინადეიდას გამარჯობა. როცა როგორ ახარ? სად დაიკარგე? არის გაიგე. Dedi payas dai. Ai. მაგადეთ. სამი ბოთლი ლიმონადი და ერთი ბოთლი ღვინო. ქალბატონები მაპატიებენ. შენ კი გაპატიებენ. აი, შენი ჭირი მე მაგვიანდება. ალო, კარგად ზანდებოდეთ, ნახვამდის, კარგად გაცრავთ. როგორ ახარ?
სადახარ კაცო, სადახარ ვეღარ აკეთებ. გამარჯობა, გამარჯობა. იცი რა უნდა მეკითხა შენთვის. აი ამას ინა ჩემო ნიკოლოზი შემკვდა ის რომ არის კაცო. ფუი როგორ მავიწყდება. ამ ბოლო დროს ყველაფერი მავიწყდება, ყველაფერი. აი შენ დავხედავდი ხოლმე, შენ და ყოველთვის. აი აქვე ცხოვრობს. აი აქ ცხოვრობს. იცი შენ მოიგონე. მე ხლა ძალიან მეჩქარება და მალე დავ. შეიძლება ახლა შეიძლება. რა იყო ბატონო? ამ ოთახში ადგილი აღარ მყოფნით არა? მოიცა ბიჭო, მოიცა. მოვიდა. დადგე ხა. ხოზელი იღე. ეს იგრი. ჩამ მოვიდა ნუ. თაფში მომეცე? მომეცე. ჩემთვის ბევრი არ დასხა. დადგე. დადგე მანდა. მეყოფა? მეყოფა. თითებს აიგმეთ. რამდენი ხანია წვნიანი არ მიჭამია. მე პირადად არ ყვა უნდა შევინახო. ასე 1-2 თვე ან წელი. გააჩნია საქმე როგორ წავა. ეგ კარგი, მაგრამ წყალი თუ მოაგროვე. რა წყალი? სუფთა წყალი. დადგინე. რა იცი როდის შეწყდება. აი როცა გავიგებთ რომ წყდება, მაშინ მოვაგროვოთ. როგორ გაიგე? ეგეც თუ ვერ გავიგე და კარგად ყოფილა ჩემისა. მე ჩემი თქვი და ათი შენ იცი ბატონო როგორ ძინა. შენ იცი. როდიდან დაიწყე მომავალზე ზრუნვა? ეს მე ხომ უნდა დაიწყოს კაცო. რას ხედავენ? ამაში კარგს არ მესმის. რა ნიკუშა, რაზეც დაგილევია ღვინო. ესა. დღესასწაულებს. რადგანაც ესეა მეც თავლე. დალი. არა. დაგოს. ეხლა ესეც გავშინჯოთ. მე ცოტა ხანს წამოვწევი. შენ ხომ არ აპირებდი სადმე წასვლას? არა მგონი. იგუშ. თინა ხომ არ შეხვედრია? არა, რა იყო? მგონი კარგი გოგოა. კარგია თუ ცუდია მე რა. არა. ისევ ამა. მგონი კარგი ხალხი უნდა იყოს. რატო აღარ მოდი ჩვენთან? ხო არაფერი არ წვენი. რა უნდა მეწყენინებინა? ერა. ერთხელ გენახავთ. რა ვიცი აბა, ხო იცი ჩემი ამბები. საგვირია. ეგეთი ქალი მარტო როას. მე რა ვქნა? მოკიდე ხელი და მოიყვანე. მე? აბა მე? დაგინა მამა აქაც აღარ მოვიდე? ხედა. როგორ გამოვყურდით. კარგი რა მამა. ბოლო ვისრათ უნდივა.
რას გებეტრები რომ ეს შემისმინო. სამსახური გაქვთ ესეთი იორღაცხნებივით რომ დარბიხართ. ესეც თქვენ თანამშრომელია და? რა კლიმატი ენა გაქვს? ბიჭო, ეს პარასკევიც მოვიდა. აი, შენ რა გითხარი? ვერ შემახსენე? ნახე, ზოგადად. მე ყოველთვის ხوار დაგირეკა. მე არ დაგაკეთებ კაცურად გეუბნები. თუ არაფერი არ გამოვაქვს კაცურად, მითხარი და შემძას ვეცე. იცი რა ვქნათ? ხუთშაბათს დამირეკე, ან გამომიარე. აბა, კარგად. შენახრავი. წამოდი ჩემთან. წამო. გელენ. დიახ, დიდებული კატაა, ქალბატონო, ამას ძვირფასი მე არავინ არ გამაჩნია ფოტონას. იცით სამწუხაროდ როგორ შეეფერება ამ შვენიერ არსებას ისე ვერ მოვლი. დღეს ადამიანი ვერაფრისთვის ვერ იცლის. ბევრს სიამოვნებაზე ვარი უნდა თქვას. ამის პატრონმა ესა და ამის დაძმანი სამხრეთ სახალინიდან რომ ჩამოიყვანა, თითო 20 მონეტად მომყიდა. რაღაც საოცრებაა პირდაპირ. თითქოს ყველაფერი ესმის. ეს არის ლაპარაკი არ იცის. ხანდახან ისეთ რამეს იზავს ხოლმე გიждები. სიტყვით ვერ გამოითქმება. წარმოგიდგენიათ, ყოველივე ამის შემდეგ უნდა დავშორდე. ერთს უნდა მივუყვანო. საქმე მარტო ფულში ხომ არ არის. მე ვეღარ ვიცლი მისთვის. და თქვენ ისეთი ქალი ბრძანდებით, რომ ალბათ ყველაფერს მიმიხვდებით. მე შევიძენდი, თუ რა თქმა უნდა, თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით, ახლა 7 მონეტის მეტი არ ამაქვს. მართალი გითხრათ, ქალბატონო, ეს კატა ვისთვისაც უნდა მიმეყვანა, სულ ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ, რომ ბრიგიანად მიხედავს. საქმე მარტო ფულში ხომ არ არის. ოღონდ ერთ რამეს გთხოვთ, ქალბატონო. ხანდახან არც თუ ისე ხშირად ფანჯრიდან მაინც დამანახეთ ხოლმე, რადგან როგორც ზემოთ აღნიშნე, ამაზე ახლობელი მე არავინ არ ამყავს. არ ვიცი, როგორ იქნება ჩემი საქმე. ინებეთ. რას ისევ კარგად ბრძანდებოდეთ? რა არ ხდება ამ ქვეყანას, საოცარია პირდაპირ. დარია ფას დაუდებელო ადამიანი. ხო.
შენსაც მაინც არის ჟილი რა? აი, სულ შეგიწყდნენ წყალს. რას გაუგებს კაცი? მამა, რახან ეგრეა მე გავაგზელებ შენ დაწყებულ საქმეს. შენ შედი დაისვე. იქ კუთხეში კიდეა ცარიელი ბუთლები და იმათი გავსება და გაიცდას. კარგი მამა, რა მოგივიდა რა? აი, არაფერს ვარ მიჭირებ, იმიტომ მიდი ჩვენ საქმე კარგად. შენ რა სწორებს ემსგავსები, რა მოგივიდა? ბოლოს და ბოლოს მამა ვარ, შენი თუ ვინა ვარ, ჰა? გამაგებინე. რატო? აი უბრალოდ რამესაც არ მისული. ვიღაც არის. დეიდა. ის ჩემი და ხო მოინელე და ახლა ერთმანეთს დაერიეთ რა? დეიდა ჩემო, რამდენი ხანი არ გვინახავს ერთმანეთი. სწორედ აი გუშინ ფიქრობდი თქვენზე, რამე ხომ არ უჭირს, რამე ხომ არ ჭირდება მეთქი. მე თქვენი არაფერი მჭირდება, თავისთვის ვერ მოგივლიათ. რას გავხართ? სახლი ხომ გადაცვალეთ ამ ჯურღმულზე, ყველაფერი სულით ხორცამდე ხომ გაყიდე და გაანიავეთ. ისიც გაყიდეთ, დედა ჩემის სამახსოვრო, არა? რას ეძებ დეიდა ჩემო? რასაც ვეძებ, ის მე ვიცი. სულ ნამუს გარეცხილები როგორ გახდით? წმინდა არაფერი შეგჭათ? იმას კაცი გაყიდა დედა ჩემის სულის მოსაგონარს? რატომ ჩნდებიან თქვენის თანები ქვეყნად? რატომ? ჩემი და, ჩემი საბრალო და, როგორ მოტყუვდა შენში, შვილიც მამას დაემსგავსა, პირწავარდნილი მამამისია. კიდევ კარგი, შენს დაცემას არ მოესრო. ახლა გინდათ რომ მე გამისკდეს გული. თქვენ ჯიბრზე არ გამისკდება. არა. ეთყობა დროზე ვერ მონახეთ, თორე მამასაც გაყიდით. მადლობა ღმერთს დროზე მოვასწარი. ქალბატონო დეიდა. თქვენ სწორედ ის ადამიანი ბრძანდებით, როგორიც მე წარმომიდგენია, რომ ადამიანი უნდა ბრძანდებოდეს. მადლობთ. Auf Wiedersehen. კარგი მამა. რა მოგივიდა? შენ ხო იცი ყველაფერი არა? რა მოხდა მერე? მამა, მოდი ხოლ გიგუშასთან წავიდეთ. სამსახურში რომ არ წავიდე და ერთი დღე გავაცდინო, ამით არაფერი არ დაშავდება მე მგონი. თვითონ რატო არ მოვიდა? რა იცი რა უჭირს ადამიანს? მივიდეთ, იქნებ ცოტა გავერთოთ. მართლა წერდა გიგუშა ლექსებს? ვინ არ წერდა? შენ? ის ჩვენი მეზობელი რომ არის. დარია თუ ავდარია. აი, მაგის თანების წყალობით მოხვდი ფსიქიატრიულ კლინიკაში. ხო და 30 დღეც იქ ბრძანდებოდი.
ხო, კიდე რა უნდა მეთქო. აი, ის შემხვდა. როგორ მიყვარდა? ხო გახსოვს ლილი? შენ კიდე მეუნები ცოლი მოიყვანე. კარგი რა. გაცრავად დავიჭეროთ ახლა. მალე წყალი ადუბდება და ჩაი დავლიოთ. სად არის? ეს არის. ასე დაუგვე. ელავე ვარსა. გათენა კი არა, მამა მგონი სამსახურშიაც დამაგვიანდა. აი, წყალი დამარები. შილო. მოდი. რაფერს ვხედა. სულ რაფერს. ხედავ მამა. ვერ ხედა. მოგეშინია, ნიგოში. მოგეშინია. ეთყობა. რაც სანახავი იყო უკვე ვნახე. აუცილებლად შემოიარე. ესე უცებ შეიძლება დაბრმავდეს კაცს. როგორ გითხრა? ხდება ხო? არაფერია შეიძლება. ხომ იცი ასაკსაც აქ მნიშვნელობა. ნახვამდის. მამა. კარგად იღებთ. ნახვამდის. ვალდეთ. ნახვამდის. სულეზოში უნდა იყოთ. შედით ახლა ვისაცხში. გონი მარია უწრება ბავშვებს, არა? სად ასეთი ხანი პატრონებს. გამარჯობა, მარი. გამარჯობა. საით გაგიწერია? საქმე მაქვს. ერანგი გაგიუთოვდა, ხვალ გამოიცვალე ძალიან გთხოვ. დიდი ხნით მიდიხარ? არა მგონი. კბილი მოგიტანო? იგოს.
სადმერი ხარატ ვერ მეუბნე. კარგ საქმეზე მივდივარ, მამა. შენ რო გაგეხარდება, ისეთ საქმეზე მივდივარ ზუსტად. გონიჭვი მას აპირებს. რადიო ჩაგირთო? არ მინდა. იგორ, რატო არ მეუბნები სადმერი? მამა, კარგ საქმეზე მივდივარ, გეუბნები. აღარ. ნიკო. შენ როგორც ხედავ, სადღაც აპირებდი წასვლას. მიდი ხარ სად? არა, სად არ მივდივარ. მოდი. მაინც როგორც ვატყობ, სადღაც მიდიოდი. რა? შვენივრად გამოიყურე. კარგი. დაიწყე არა ისე შენ. მართლა მშვენივრად გამოიყურე. ნიკო. მაინც რატო არ აგჯერა რომ შვენივრად გამოიყურები, ა? ალბათ აქეთ საქმე ქონდა არა. მამიდა ჩემი ცხოვრობს დედის მხრიდან. მამა როგორ არის? მამა დაბრმავდა. დაბრმავდა? ერთჩვენი ადგილს გაიბრიძა და ვერაფერი დაინახა. კარგად იყავი თინა. ამ ბოლო დროს ცულ შენ ხსენებაში სად აიკარგავ? თინა, სად აპირებდი წასვლას? არცად. შენ არ დალე? არა. დაგიმარჯოს. ეხლა რა საკეთებ? რა ვიცი, არა როგორც ვხედავ, ვერავაწყო ჩემი საქმე. რა უბედურება გაუჩდი ამ ქვეყანას? ჰა? რა გაუჭირე საქმე? ჩემო თინა, ტყუილა დახტანჩე. შენც ნახე რა ადამიანი. ვისთვისაც ღირდა ამდენი ლოდინი. ეგ არაფერი. ვინა ვარ მე? რატომ ვარ? რისთვის ვარ? შენც დახტანჯო? კიდევ ცოდვა მიუმატო. ამისთვის მოხვედი. ეს. შენ გაგიმარჯოს. დავით. და სახში არ დამხვედროდი. გიოგრაფია გამარჯობა. ნიკო სახშია? ბაგიმაც რომელი ბიჭო? თენგიზივა. თენგიზ. შემოდის. გიოგრაფია. სადროს გამოვივლი. როგორ არის მისი საქმე? რა ვიცი. მაგასაც შემსავით არა ეწყო ცხოვრება. გული ვერაფერს დაუნდა ბოლომდე. რამეს რომ ბოლომდე მიჰყოლო და სხვაზე ნაკლები არ იქნება.
ამას იმიტომ კი არა ჩემი შვილი. ყოლა სპანაერად არის მოწმობილი. ეხლა ვიცი რომ ბევრ ამას ცდილობდა, მაგრამ ყველაფერი უცხო იყო მისთვის. ამიტომ არის რამე ეცოდება ნიკუშა. მაგას სული მაინც რომ მოეყვანა შვილები ეყოლებოდა. ალღო ერაფერს დაუღო. ვიცი ერთი ქალი უყვარდა. ისიც გათხოვდა. რას? დება. თენგი შენ თინას იცნო. კი, როგორ არა? ნიკო ამბობდა? მესიმეოსიც არ გავაუბედურო. ქალი ელოდა და აბა რა ეგ? ისიც გათხოვდა. აბა რა სიზონი? ჩამოსდე, თია გაბრიელ. ისე არ მომატყო. ვანახონდეს. ო, ნიკო, გამარჯობა. მართალიც გამარჯოს. როგორ ხარ? ამდენი ხანი არ ვინახე. როგორ უნდა ვიყო? დავდივარ აღმადაღმა. მამაც დამებრუნდა და არ ვიცი რა ვქნა. რასამ? მუშაობს ადრე. ერთი შემპირდა, მაგრამ პირი არ უჩანს. შენ როგორ აქვს სკოლის საქმე? მე რა მიჭირს? ვასწავლი და ვარ. ჩემთვის არაფერი მოიძებნება. რა ვიცი, რა გითხრა? გერმანულის მასწავლებელი არ ჭირდებათ. არა მგონი. კარგად იხარ. ნიკო, მოიცა. ერთი ჩემი მეგობარი რაიონში სკოლის დირექტორად მუშაობს. გონი მაგას ჭირდებათ უცხოენების მასწავლებელი. მე ეგრე მახსოვს. მაგას მე დაგიზუსტებ. ისე, ახვალ რაიონში. რატომ არ წავა? მაგრამ მამის მარტო დატოვება მიჭირს. იცი რა? შენ დამიზუსტე და მე აუცილებლად გამოგივლი. კარგი ნიკო, კარგი. გამოიარე ბიჭო. ისედაც დავეკარგეთ ერთმანეთს. ერთი ეს ჩემი საქმე აიწყობოდეს ნეტა. კარგად. შეიძლება ამ საქმიდან რამე გამოვიდეს. რა საქმიდან? არის ერთი მნიშვნელოვანი საქმე. რომ გამოვა, მე რეგეთ. გონი რაღაც გამოვიდა. რა გამოვიდა? მანეთიანი საქმე გამოვიდა. ის მანეთიანი, ამანეთიანი რას ბუდიალო? ლატარის ბილეთები მქონდა, მეგონა რაღაც გამოვიდა და არაფერიც არ გამოვიდა. წავედი. სად მიდიხარ? სამსახურის საქმეებს. რა დრო სამსახური? ხომ იცი რომ ახალ სამსახურში გადავედი? დედები. შენ არ მეუბნებოდი უკვე ვიშოვე ახალი სამსახური. ხო, მაგრამ ეს ის არ არის რაც მე მინდა. შენ იცი რაც გეტყვი, ამ ბოლო დროს სუმატყვი. რაც გატყვებ, რას? რა გეჩვენება ყველაფერი? სახში ჩემთან სულ არ ახარ. აბობისთან ერთად ვარ, შენ არ დაყვები წინ დაუგან. კარგი. ასადაც არ წავ. სახში დავეკდები. კინდა ეზოში გაგება. იქ დაჯექი. ისე ხომ მაინც კარგი ბიჭი ვარ. დიდი არაფერი.
გამარჯობა ნიკო. გამარჯობა. ნიკო, სადა ხარ? სადაა კარგი, რატომ არ გამოჩდი აქამდე? რა გინდათ? ინსტიტუტიდან ხო გამაგდეთ. ეხლა ხომ კარგად ბრძანდებით. მე გიშლიდით ხელს არა? კი, მაგრამ მე რა შუაში ვარ? სულ კარგად ბრძანდებოდეთ. ნიკო, მოიცადე. ნიკო, მოიცადე, კაცო, მოიცადე. ბიჭო, ხო შენ პირდი მვალს, მალე მოგწევ. რატო არ მიბრუნებ ა? შულა რეიდა რა. ეხლა მაგდენი არ ამაქვს. აუცილებლად დაგიბრუნებ ამ დღეებში. გამარჯოს ნიკო. გამარჯობა. ნიკო. ერთი 13 გჭირდება რა. ვალენ კონდა იმესედა. აბა დიდი მადლობა. ერთი ორი მაინც და გამარჯობათ. გამარჯობათ. ვერ ვიცანით მე ალბათ. კი, როგორ არა? როგორ მომანატრა თავი. ნუ თუ გადამეჩვია. მართალი უთქვამთ ძველ ბერძნებს, კატასო სითბო ურჩევნია სიცივესო. თქვენ ქალბატონო სხვანაირად არ მიიღოთ ეს მცირედი ძღვენი ამ უმადურისა. რას ბრძანებთ? არა, მე დარწმუნებულია როგორც საკუთარ კატას ისეულით, მაგრამ ხო იცით, პატრონის გული მაინც სულ ეჭვშია, რამე ხომ არ აკლია უცხოობაში, რამე ხომ არ უჭირს. ხომ არ შემობრძანდებით? არა, მადლობთ ქალბატონო, სხვა დროს იყოს. იცით რა შესაქმე 22-ში ერთი წელი უსრულდება ამ სულელს და თუ შეიძლება გამოვივლი და იქნება გავასეერნო კიდევაც. რა საკვირველია თქვენ თუ ნებას დამართავთ? უთუოდ, როცა გენებოთ. ახვალის ფისონის. დიდი მადლობა ქალბატონო ჰუმანური დამოკიდებულებისათვის. პირველ თქვენ ბრძანდები, თქვენ ჩემს შემდეგ იქნებით. გამარჯობა, ჩემი მოგაროთ ახლა ვარ. როგორ ბრძანდება თქვენი ჯანმრთელობა? რა გნებავთ ბატონებო რა? იქნებ მიამჯიხურის დირექტორი გახლავართ და ჩემ თანამშრომელს შევა დარიგებას. ვაძლევ რომ თქვენ უკეთ მოგემსახუროთ. რა არა მაქვს ამის უფლება თუ რა? არა ვარ, სწორი ბატონო. რევს ლაპარაკობ, ნიკოლას, ვერ გავიგე. რა და ერთი სამსახურ შემპირდა. თვითონ კი მივლინებაში წავიდა. ერთი თვა კიდევ არ იქნება და ასეთ პირობებში როგორ ვიმუშაო? მოიცა, მაგალითად მე ახლა მოვჩები გაზეთების გაყიდვას და სადმე წავედით. ისი რას გეტყვი? შენთვის იმუშავე და როცა საჭირო იქნება მე თვითონ გამოგივი. ნიკო, სულ გაფუსტი. ერთი ჭიგაც არ გინდა ჩემთან დალია. ერთ ჭიგას ორი ჭიგა მოხება, ორ ჭიგას 4, 7, 9, 12, ბახმელიდან გამოსვლა ისევ შესვლა, სის ძარღვების გაფართოება, სის ძარღვების შევიწროება, ისევ გამოსვლა, ისევ შესვლა და ბოლოს ფსიქიატრიული კლინიკა. იქ იცით რა მითხეს? აი ამის თანებს ერიდეო. ხო და მეც ვერ იდები და კი ნიკო, დავშვიდი, რა მოგივი? აი ბატონო, ხო ხედავს როგორ ცინობს ეს კაცი, როგორ სასამართლინოს. არა ბატონო, მე არ დარბერი დამინონია და არ დარბერი დამინახავს. განზე გადი და იქ ვიჭუბეთ კაცო, რა ამბავია? თქვენც რა კარგი ადამიანი ბრძანდებით. თქვენ რა მე მიცნობთ? მე თქვენ არ გიცნობთ? თქვენ არ გიცნობთ? მე თქვენ ყველას გიცნობთ. აი წუხელის. მაგალითად წუხელის. მოვდიოდი ქუჩაში, ჩემთვის პატარა საწყალი. არ მახსოვს თქვენ თუ თქვენ ამხანაგებმა გადამიარეთ. მე დამაგდეთ თუ დავეცი, ზუსტად არ მახსოვს. თქვენ წახვედით, მე დაგიძახეთ. ამხანაგო, მეგონა გაიგონებდით ჩემს ვედრებას. თქვენ თუ თქვენისთან ამხანაგები, დიახ, მიდი მოდიოდით და გადი გამოდიოდით ჩემზე. თქვენ იძახდით, შეხედეთ, როგორ ცახცახებს ეს კაცი. ამხანაგო, ძალიან გთხოვთ, ნუ დამდებთ და საერთოდ შემეშვით. გთხოვთ, თავი დამანებეთ. 30, 78, 90 დღე დამჭარ. მე თქვენსავით უკდავი არა ვარ.
შენ ამხანაგო, არ იცი დამცინო თუ რა ქნა. გაყიდე გაზეთები და როგორც ზემოთ აღვნიშნე, მე თვითონ გამოგივლი. ჰა? ქალბატონო, როგორ ამემხრა გონება? მადლობთ ყურადღებისათვის. ბომ ბომ. რომელი საათი? გაჩერებული. მადლობთ. გამარჯობათ. მაგიმას. ერთი მუშა მჭირდება რა. ვარ ამცალია გენაცრ. მიწამა გასათხრელი ეზოში. თუ გინდა ხვალ დროს გამაიარ. აბა რა ვქნა ვის გავათხრევინოთ, მამ? მე პარკეთში კი ვარ, ეხლა მაგაზე ხეს ხო არ გავიფუჭებ, არა? მოიცა. ნელა, კაცო. რა გნებავთ უფლოს? აი, მანქანით წავით. შორს არ არის. 15 მეტრია გასათხრელი. მილები უნდა ჩავყარო. მანქანა აგერ არის. წავიდეთ. პატივს გცემ. მეტი რა გინდა? ეგ გასაგებია. იარაღი გაქვს თუ წამოვიღო? როგორ არა მაქვს? წავიდეთ. არა, წერაქვი და ბარი მაქვს. მეტი რა იარაღი გინდა? წავიდეთ. ოღონდ ეს გამათხრევინე და კაი მანავის წონე ჩემს ეოს. აი მანქანა დაჭერე. უკაცრავად. როგორი მიწა? მაგარი თუ რბილი? მიწა, აბა მე რა ვიცი. არა, მიწა სხვადასხვაგვარი არსებობს. მიწა თიხიანი, ქვაღორღიანი, ან ყუდოვანი. ყოველ ნიადაგს თავისებული მიდგომა უნდა. აი აქ უნდა გაითხაროს. აქედან აქამდე. გასაგებია. რა სიღრმეზე გავთხარ? 9 მეტრი. თუ მეტი იქნა, უკეთესია. ერთი დღის სამუშაო. თქვენი სახელი? ვასილ მიხაილოვიჩი. ბატონო ვასო, თუ ყველაფერი კარგად იქნება, ბალში არ დაგრჩებით. თქვენ მშვიდად ბრძანდებოდეთ. თქვენი ნება. ნიჩაბი. აჰა, ესეც ბარი. წერაქვთ ტარი აქ მონჯღრეული. შეიძლება სხვა მომნახო. უფროსო. ერთი თქვენ გახარებას მეუღლეს დამიძახეთ, რა თუ შეიძლება. უფროსო. ერთი ქვეით ჩამოვძანდით, რა თუ შეიძლება. ძვირფასო, ეს იღრმე კმარა თუ კიდევ უფრო ღრმად გავდა. მე მგონი საკმარისია. კეთილი, თქვენ თავისუფალი ბრძანდებით დიდხანს აღარ შევიბადოთ. თქვენც რა კარგები ხართ? ბროზო, რა არ ხდება ამ ქვეყანაზე? მოგლეთ, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. მე წავედი. ჩემი რაღაცები გამახსენდა. თქვენ ჩემზე ნუ იფიქრებთ, თქვენ ოჯახში კარგად ბრძანდებოდეთ. მე ჩემ თავს ყოველთვის გავით და სულ კარგად იყავით. yaa!
იგლა. როგორ ახლა? გამარჯობა. თუზმა ხარ, მაგასთან მეთქე და მიმოყოლე სახში და შემიჭირე რა. ფერდობზარი აფილეთ. წამოწამო. ეხლა მოდი განაცვალე. Vince. გამარჯობა. მე შენთან ბოდიში მაგჯემოლია, ხო იცი მოსახდელი. იმ დღეს რომ გაწყენინე რაღაც, ვერ ვიყავი არეული ვიყავი. არა წვენია ნიკო რა სალაპარაკო არ ვიცნო. აქვს. ზოგჯერ ისე ვარ ხოლმე გაბრაზებული რომ რა ვიცი რა. არ ესე ხან ხო იცი რაღაცნაირი ესაც იქნია. ახანაკმა მათხოვა თუ გინდა ნახე. It was many and many years ago in a kingdom by the sea that a madman there lived whom you may know by the name of Anna Billy. შესანიშნავი რამეა. აბატი შენ გენაცვალე. არ გეწყინო შემოლია რა. ხო იცი რაღაცნაირ ხასიათზე ვიყავი და ხან კარგად იყავი ნიკო. ისე ვარ ხან ეს ექნება კაცი და რაღაც კარგად. ხალბატონო. გამარჯობა. თუ გახსოვთ, დღეს 22 რიცხვია, ჩვენი ფისუნიას დაბადების დღეა. აი მე მას საჩუქარი მოუყანე. კი, მაგრამ მე შევძლებ ორივეს მოვლას. თქვენ მაღაზიაზე ნუ შეწუხდებით, ხალბატონო. ისინი თვითონ მიხედავენ ერთმანეთს. მთელი სიცოცხლე ერთად იქნებიან და არ მობეზდებათ ეს დამღლელი ცხოვრება. სულთან. მოდი. მოდი შემიჭირი. მოდი. ვინ არის? ეს მამა ჩემი, ეს სულთანი. წამოდი ჩვენთან ერთად ვიყავთ. წამოდი. ეს არის მე რომ გეუბნებოდი ხოლმე. სადა ხარ? Vamos. Maria. Ცუდად არ გამიგო. დაფიქრდი და ისე გადაწყვიტე. გადმოიყვანე შენი ბავშვები და გადმოდი ჩვენთან საცხოვრებლად. დედა, მე ძიანიკოს მივიხმარებ. კარგი შვილი. პაპა, მე ძიანიკოს მივიხმარები სახლის აშენებაში. კარგი შვილი, კარგი. გაგიმართ. მე წავედი სამუშაოდ.
მე ჩამოვალ რა. ხერხი წამომიღე. ეხლა ლურს მე მომიდანე? ახლა. ხილად, პაპა. ნელა, რა საკეთებ შვილო? სახურავ საკეთებს. გამარჯობა, როგორ ახარ? მამა როგორ არის? დაშვევ. რა ვიცი, დავოჯახდი. ოთარი შევხვდა? გონი შენი სამსახურის საქმე გაკეთებულია. შეგიძლია მუშაობა დაიწყო სკოლაში. აქვე ახლოს არის. ამოვალ და ყველაფერი დაწვრილებით გეტყვი. დასრულდა ესე ამბავი. ვითა სიზმარი ღამის. ესე იგი,